მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ და არ დავიღლები მადლობის გადახდით მათთვის, ვინც მილაიქებს, გაშლებს, მიკომენტარებს, ვინც გამოიწერა არხით ჩემო კარგებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის არხის განვითარებისთვის და ვისაც არ გამოგიწერეთ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემო კარგებო და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთი გაშლა ორ ვარიანტზე, პირველი და მეორე ვარიანტი. ნახოთ, შევამოწმოთ თქვენი გარემოცვა ჩემო ძვირფასებო. როგორი გარემოცვა გყავთ გარშემო, გნებავთ ჩაიფიქრეთ პიროვნება, ვისი გადამოწმებაც გინდათ, ჩაიფიქრეთ პიროვნება, შეგიძლიათ ორი სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ და ნახოთ რა ნიღაბს ატარებს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, ხო, რა ნიღაბს ატარებს. ნახოთ მისი ნამდვილი ბუნება, შინაგანი ბუნება თქვენთან მიმართებაში როგორია და რა ნიღაბს ირგებს თქვენთან გარეგნულად რას გაჩვენებთ, ხო, ასევე ვნახოთ რა ურთიერთობაში ხართ ამ პიროვნებასთან ამ მომენტისთვის, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ხო? შეიძლება ახლობელი ადამიანი გვიჩვენოს, თუ ჩაიფიქრებთ უკვე, გასაგებია რომ უცხო გამვლელი არ დაგაინტერესებთ, უცხო ადამიანის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში ყველა ვარიანტში ეს ვისაც ჩაიფიქრებთ, იქნება თქვენი სანაცნობო წრიდან, ხო? ნახოთ რას გვიჩვენებს. ორ ვარიანტზე, როგორც უკვე ვთქვით, ნახოთ მე დავალაგებ არკანებს. პირველი არკანი იქნება როგორია ამ მომენტისთვის, ასე ვთქვათ, თქვენსა და მას შორის როგორი ენერგიები ტრიალებს თქვენს და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, როგორი ენერგიები ტრიალებს ამ მომენტისთვის, ეს გვაჩვენებს, ასე ვთქვათ, ამ მომენტისთვის როგორია ურთიერთობა, რა ხდება თქვენ შორის, ხო? როგორი ენერგიებია თქვენ შორის, ან როგორ ხედავთ, როგორ აღიქვამთ. ნახოთ როგორი ენერგიებია ამ მომენტისთვის თქვენ შორის, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. და ნახოთ შემდეგ, რა ნიღაბს ატარებს პიროვნება გარეგნულად, რა ნიღაბს ატარებს პიროვნება გარეგნულად, ანუ რომელსაც თქვენ ხედავთ, ხო, ჩემი ძვირფასებო, რომელ ნიღაბსაც თქვენთან ურთიერთობაში ირგებს, ვთქვათ. რა ნიღაბს ატარებს გარეგნულად თქვენთან მიმართებაში, რა ნიღაბს ატარებს გარეგნულად მეორე ვარიანტი თქვენთან მიმართებაში. და ნახოთ როგორია მისი ნამდვილი შინაგანი ბუნება თქვენთან მიმართებაში, ხო? როგორია მისი შინაგანი ნამდვილი ბუნება თქვენთან მიმართებაში. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მაშინ ნახოთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, რომ მიხვდეთ, რომ პირველ ვარიანტზე გვაქვს საუბარი. გადავდებ მეორე ვარიანტის არკანებს და დავიწყებ. ნახოთ ამ მომენტისთვის როგორია თქვენ შორის, როგორი ენერგიაა, ხო, ხმლის დედოფალია მოვიდეთ. ჩემო ძვირფასებო, ხმლის დედოფალი ეს არის, როგორ გითხრათ, იცით, როგორი ურთიერთობა, ცივი ურთიერთობა, პირველ რიგში ცივი, რაციონალური, ანუ როდესაც ემოციები არ გაკავშირებთ აქ გონებით და სიტყვით, ცივი გონებით გაქვთ ურთიერთობა, შეიძლება ზომიერი, მოზომილი, შეიძლება უკვე აღარც გაქვთ. ყოველ შემთხვევაში გაცივებულ ურთიერთობას გვიჩვენებს, როდესაც ნეიტრალურია, დიდად რომ არ არის ურთიერთობა, ხო? სამართლიანი, შესაძლებელია იყო აქ რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია და აი ამის საფუძველზე თქვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ არ გვაქვს რაღაც ემოციური ურთიერთობა, თბილი ურთიერთობა, პირიქით, ეს არის ცივი, გაცივებული მდგომარეობა, ცივი ურთიერთობა, რომელიც რაღაც კონფლიქტურმა სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთად, ჩემო ძვირფასებო. შეიძლება ითქვას, რომ აქ შეიძლება სიტყვიერადაც რაღაც გქონდეთ შელაპარაკება და პირისპირება, ყოველ შემთხვევაში პირისპირ საუბარი და ამ მომენტისთვის მინდა გითხრათ, რომ ვისაც უყურებთ ამ გაშლას, ამ პიროვნებასთან გაქვთ რაღაც გარკვეული ზღვარი გავლებული, გარკვეული ანუ ურთიერთობა თითქოს არის გაჩერებული, ხო, შენთვის, მე ჩემთვის, აი ასეთი ურთიერთობა, როდესაც ორივე მხარე იცავთ რაღაც თქვენ პოზიციებს, ანუ ახლოს არ უშვებთ თითქოს თქვენს დიდად მისი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, აქ ისეთია, რომ აი შვიდიანი კვერთხი ამოვიდა, ხო, დასაზუსტებლად ამოვიღა ერთი არკანი. როდესაც გავლებული გაქვთ ზღვარი, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ, არ უშვებთ თქვენს სიახლოვეს და აი ესეთი ურთიერთობა. შეიძლება შორიდან გაქვთ რაღაც ერთმანეთზე რაღაც ინფორმაცია, ასე ვთქვათ, შორიდან გებულობთ, ხო? ანუ აქ არ არის, რომ რაღაც აი კომუნიკაცია, ახლო ურთიერთობა და რაღაც კომუნიკაციას აქ არ მიჩვენებს. აქ არის დაძაბული, საკმაოდ იმიტომ ხმლის რაინდიც ამოვიდა აქვე. დაძაბული კომუნიკაცია, ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაც იყო თქვენ შორის, რამაც ეს ურთიერთობა გააფუჭა, მიზეზს აღარ დავეძებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ
გაჩერებული და პაუზებული ურთიერთობა, თქვენთვის ხართ, ის თავისთვის, გავლებული გაქვთ სხვარი, ახლოს არ უშობთ ამ პიროვნებას და არც გინდათ, ხო? ანუ ისეთი რაღაც თქვენ პოზიციებს, ასე ვთქვათ, იცავთ. ну, ასეთია ურთიერთობა, თუ ყოველ შემთხვევისთვის მე არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ ეს რაღაც გულგრილი დამოკიდებულება აქ ჩაფიქრებულ პიროვნებასა და თქვენ შორის. ვნახოთ რა ნიღაბს, ну შეიძლება ამ მომენტში არ გაქვთ ურთიერთობა, ვნახოთ რა ნიღაბს ატარებდა, ხო, გარეგნულად თქვენთან ურთიერთობაში რა ნიღაბს ან ატარებს, ან ატარებდა, ხო, ვნახოთ. პენტაკლის მეფე ამოვიდეთ, შემოძვირფასებო. აქ პენტაკლის მეფე, იცით როგორი მომენტი და მოდი გავხსნი, ასე რა აქვს მისი ნამდვილი შინაგანი ბუნება და იცით რა არის, აქ ამოვიდა პიროვნება, რომელიც უფრო, ну, გავუსწრებ ჯერ ეს ინტერპრეტაციას, ანუ პიროვნება ეგოისტი პიროვნება, როგორც ჩანს, ვინც ჩაიფიქრეთ, აქ თავისი მისი ნამდვილი შინაგანი ბუნება ცხრიანი თასია. პიროვნება ორიენტირებულია საკუთარ სურვილებზე, საკუთარ კმაყოფილებაზე, საკუთარი ჩანაფიქრის, ну, პრიორიტეტად პიროვნებას საკუთარი ინტერესები აქვს. და ეს ინტერესები, ну, გარეგნულადაც, იცით, პენტაკლის მეფე, გარეგნულადაც თითქოს ამას გამოხატავს და ანუ მორგებული აქვს ისეთი ნიღაბი, რომ თითქოს გარეგნულად მშვიდია, შეიძლება მატერიალურად უზრუნველყოფილი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამავე დროს შინაგანად მას მძაფრი მოთხოვნილება აქვს მატერიალურად, რომ სტაბილურად იყოს, საკუთარი ინტერესები და საკუთარი პრიორიტეტები აქვს ერთი სიტყვით ამ პიროვნებას. გარეგნულად იმდენად შეიძლება არ ჩანდეს, ხო? ანუ პენტაკლის მეფე, მისი ნიღაბი რა არის? რა ნიღაბი ჰქონდა მორგებული თქვენთან ურთიერთობაში, რომ უზრუნველი, სტაბილური ფინანსურად შემდგარი პიროვნება, მაგრამ ну, შეიძლება რეალურადაც, ну, არ ვიცი აქ როგორ იყო რეალობაში რა იყო, მაგრამ ეს ნიღაბი ჰქონდა მორგებული და მისი შინაგანი ბუნება არის ისეთი, რომ საკუთარ სურვილებზე ორიენტირებული ეგოისტი პიროვნება, როდესაც მას თავისი საკუთარი სურვილები აქვს პრიორიტეტად და საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი სურვილები და არანაირად არ აღელვებს მას თქვენი განწყობა, დამოკიდებულება, თქვენთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. პრიორიტეტად ამ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ, საკუთარი ინტერესებიდან მოქმედებს ყოველთვის, მოქმედებდა და საკუთარი ინტერესები აქვს პრიორიტეტად. ნახეთ, ეშმაკის არკანი. ამას სხვათა შორის ძალიან კარგად ნიღბავს. ამას იმდენად მატერიალისტია, ეშმაკის არკანი ამოვიდა, რომ ამას საკმაოდ კარგად ნიღბავდა თქვენთან ურთიერთობაში, ხო? მაგრამ რეალურად ეს პიროვნება არის თავისი სურვილების ტყვეობაში, მატერიალურ, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, შეპყრობილი მატერიალური დაინტერესებით, მაგრამ რეალურად თქვენთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ну, არ აქვს მნიშვნელობა ქალი ჩაიფიქრეთ თუ კაცი ჩაიფიქრეთ, აქ ძირითადად ენერგიებია, რასაც ვკითხულობთ და ამიტომ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, პიროვნება მოქმედებს, მინდა გითხრათ, რომ საკუთარი ინტერესებიდან მოქმედებდა და შეპყრობილი იყო თავისი მანკიერ მხარებს იმდენად არ აჩვენებდა თქვენთან ურთიერთობაში, რეალურად შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მშვიდი გაწონასწორებული სტაბილური პიროვნება იყო, მაგრამ ამავე დროს ამ ნიღბის უკან იმალებოდა მისი რეალური ბუნება, ეგოისტური სურვილი იმის, რომ აკონტროლოს ყველა მანიპულაციები, ეშმაკის არკანი, ხო? ანუ მანიპულატორი იყო პიროვნება, კონტროლის და ძალაუფლების მოყვარული, რომელიც ცდილობდა ყველანაირად, რომ თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა ყველა და ყველაფერი, ერთი სიტყვით, აი ასეთი პიროვნება აღმოჩნდა პირველ ვარიანტთან, ვინც ჩაიფიქრეთ და მისი სახე აი ასეთი იყო, რეალურად არ გაჩვენებდათ, ხო, გავიმეორებ, მაგრამ სინამდვილეში მისი ნამდვილი ბუნება სულ სხვა რამეს ამბობს აქ, რომ ალბათ სწორედ იმიტომაც ვცდილობთ, რომ ეს პიროვნება რაღაცნაირად თქვენგან მოიშოროთ, ასე ვთქვათ, და ზღვარი გაავლოთ, ხო? ანუ არ მოუშვათ თქვენ სიახლოვეს და შეიძლება ამიტომაც რაღაც დაძაბული ურთიერთობა და დაძაბული ენერგიები ამოდის თქვენსა და ამ პიროვნებას შორის. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მე მადლობას მოგახსენებთ, მე ავიღებ, მოდი ძირითად არკანებს დავტოვებ და ეს დამატებით არკანებს ჩავაბრუნებ უკან დასტაში. მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. შემოძვირფასებო, ვინც ჩაიფიქრეთ, რა ნიღაბს ატარებს პიროვნება თქვენთან მიმართებაში. ვნახოთ პირველი არკანით, როგორია
თქვენსა და ამ პიროვნებას შორის ამ მომენტში როგორი ენერგიები ტრიალებს, ხო, როგორი ენერგიები ტრიალებს თქვენსა და ამ პიროვნებას შორის. ქურუმი ქალი ამოვიდა. ქურუმი ქალი, ჩემო კარგებო, ქურუმი ქალი, ესე იგი, მაინც გარკვეული შეიძლება ყველაფერი გარკვეული არ გაქვთ ამ პიროვნებასთან. შეიძლება პიროვნება იმდენად ბურუსით და ასე ვთქვათ, იდუმალი პიროვნებაა, რომ შეიძლება ბოლომდე მისი ამოცნობა ვერ შეძელით, ხო? ანუ შეიძლება ამ მომენტში სიჩუმეც იყოს თქვენ შორის, სიჩუმეც, აქაც ესეთი ცივი ენერგიებია, როდესაც ურთიერთობა დიდად, რომ თქვა, რომ რაღაც გაქვთ ურთიერთობა ამ მომენტისთვის, აი დამკვირვებლის პოზიციაში ხართ, ხო? თითქოს შორიდან აკვირდებით სიტუაციას თქვენ შორის. შეიძლება ბევრი რამ არ იცით მასზე, ასევე იმ პიროვნებამ არ იცის ბევრი რამ თქვენზე. ერთი სიტყვით აქ არის დისტანციურად, ვიტყვი დისტანციური ურთიერთობა. არ არის გამორიცხული, რომ არ გქონდეთ ამ მომენტში, რადგან ძალიან ბევრი რამ არის საიდუმლოთი მოცული თქვენს ურთიერთობაში. ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი, გამოუთქმელი, ხო? ანუ არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ რატომღაც ბევრი რამ არის ამოუხსნელი თქვენს ურთიერთობაში და გაქვთ ისეთი პოზიცია ამ მომენტში, რომ აი ურთიერთობას ნეიტრალური ურთიერთობა, რომელსაც აკვირდებით შორიდან და დიდად არ ჩქარობთ, ან განვითარდეს, ან რაღაც კომუნიკაციაში მოხვიდეთ ერთმანეთთან, აი ესეთი ურთიერთობა აქ მეორე ვარიანტთან უკაცრავად. კი, როგორც ჩანს, აქ არის გულისწყენა. ურთიერთობაში შეიძლება იყოს რაღაც საიდუმლო, რომელიც, არ ვიცი, ზოგიერთთან არ არის გამორიცხული, რომ პიროვნებასთან, ვინც გყავთ ჩაფიქრებული, რაღაც საიდუმლო გაკავშირებს და ან ისეთი ურთიერთობა, რაც ცოტა თავის ტკივილს გიჩენთ, ხო? ანუ შეიძლება ამ მომენტისთვის ეს უკვე ჩავლილი თემაა და გავლილი თემაა, მაგრამ შეიძლება გაკავშირებდეთ რაღაც ისეთი, რამაც თქვენზე საკმაოდ ისეთი ძალიან ბევრი უძილო ღამე და შიში და ნერვიულობა გამოიარეთ შეიძლება ამის გამო. რა თქმა უნდა, ყველასთან ერთი და იგივე არ იქნება, ამიტომ რაც თქვენია, ის ინფორმაცია მიიღეთ. ყოველ შემთხვევაში აქ არის ნეიტრალური ურთიერთობა, როდესაც შორს გიჭირათ თავი და აკვირდებით, როგორ განვითარდება და რა იქნება და როგორ იქნება, ხო? აი ესეთი ურთიერთობას გვიჩვენებს აქაც მეორე ვარიანტთანაც შეიძლება ამ მომენტში არის პაუზაც ურთიერთობაში და იმ გულისწყივლის გამო, რაც შეიძლება თქვენ შორის მოხდა. ნახოთ ახლა რა ნიღაბს ატარებს პიროვნება გარეგნულად, რომელსაც თქვენ ხედავთ, ხო? რა ნიღაბს, ნუ 10-იანი ხმალი. იცით როგორი მომენტია ამ პიროვნება 10-იანი ხმალი. მინდა გითხრათ, რომ თავს წარმოაჩენს განადგურებულად, შეიძლება ძალიან ბევრს წუწუნებდეს, ძალიან საცოდავად და უბადრუკად გაჩვენებდეს თქვენ თავს. მოდი ვნახოთ შემდეგი არკანიც, რეალურად ასეც არის. ნახეთ როგორი არკანები, 10-იანი ხმალი ამოვიდა და 3-იანი ხმალი, რა არის მისი ნამდვილი შინაგანი ბუნება. არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა შემოწურთასება, მაგრამ ფაქტია, რომ პიროვნება განადგურებულად გაჩვენებს თავს, განადგურებულია პიროვნება და შინაგანადაც ასეთ მდგომარეობაშია, ხო? ანუ შინაგანადაც რაღაც დამციმებული გული აქვს, იცით, შეიძლება მის ცხოვრებაში ნამდვილად რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მიწასთან გაასწორა. არ ვიცი ეს ვინ ჩაიფიქრეთ, დასრულდა მისთვის რაღაც ცხოვრების ეტაპი და აი ამას ძალიან განიცდის ეს პიროვნება და შეიძლება თუ ყოველ შემთხვევისთვის მასთან რამე ამ მომენტისთვის გაქვთ შეხება შორიდან მაინც, ხო, რაღაც ინფორმაციას იგებთ, შეიძლება რეალურად ასეც არის, რომ პიროვნება, რასაც ასე ვთქვათ, ამბობს, შინაგანადაც იმას განიცდის, ხო? ანუ მისი ბუნება საკმაოდ ისეთი, კი, აქ არის ძალიან შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, რაღაც გაკვეთილი მიიღო ერთგვარი ამ პიროვნებამ, აი რაღაც დაისაჯასავით თითქოს პიროვნება, რის გამო დაისაჯა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ შინაგანადაც ძალიან გამწარებულია ეს პიროვნება და შეიძლება რაღაც დაენგრა ცხოვრებაში ამ პიროვნებას, რაღაც დაენგრა და შინაგანადაც ამას, რასაც გარედან, ანუ ვერ მალავს ერთი სიტყვით ეს პიროვნება თავის შინაგან მდგომარეობას, რაც შიგნით არის, გამოდის ეს გარეთ. და ვიცი, რომ თქვენთან მიმართებაში
რომ ავიღოთ, არ ვიცი, თქვენ ამ პიროვნებასთან და მის უბედურებასთან თუ მის ამ ტრაგიკულ სიტუაციებთან რა შეხება გაქვთ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ პიროვნება ვერ მალავს თავის, ასე ვთქვათ, შინაგან წყენას, გულის ტკივილს და ასე შემდეგ. რატომ მაინტერესებს დავამატოთ თქვენთან მიმართებაში, მისი ნამდვილი ბუნება თქვენთან მიმართებაში, როგორია მისი ნამდვილი ბუნება. კიდევ ერთი არკანი თქვენ გითხრათ, თქვენს მიმართ რას გრძნობს ამ მომენტისთვის, როგორ ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში. იცით რა არის? არ ვიცი მე აქ რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ პიროვნება თითქოს მზად არის იმისთვის, რომ რაღაც გამოასწოროს, არ ვიცი რა, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა. პიროვნებას სურს რაღაც თავიდან დაწყება და მისი, იცით როგორი მომენტია, თითქოს თქვენთან მიმართებაში აქვს სურვილი, რომ რაღაც გამოასწოროს, მაგრამ ამის საშუალება მას არ ეძლევა, რვიანი ხმალი ამოვიდა, რაღაც ბლოკავს, ხელს უშლის. შეიძლება, არ ვიცი, რა უშლის ხელს. არ ვიცი, თქვენთან მიმართებაში რაღაცნაირად არ აქვს წვდომა თქვენთან, გზა დაკეტილი აქვს ერთი სიტყვით. ნუ ასეთი იყო მეორე ვარიანტიც, ჩემს უძვირფასებო, ძალიან მაინტერესებს. გამომეხმაურეთ, დატოვეთ კომენტარი, რომელი ვარიანტი რეზონირდა თქვენთან. მადლობა და ნახვამდის.